29 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია დაანონსდა, როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ორი თვე რაც ყოველდღიურად საზოგადოებრივ მაუწყებლისაგან თავისი ფუნქციის შესრულებას და საზოგადოებისთვის დროული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვენ. მათი თქმით, არაერთი მონიტორინგის და შეფასების დოკუმენტი აჩვენებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ოცნების ხელისუფლებისადმი ლოიალური და ტენდენციური სარედაქციო პოლიტიკა აქვს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, დეკემბერში მოპოვებული სახალხო ეთერი ახალი წლის შემდეგ აღარ განახლებულა და საზოგადოების მოთხოვნა უპასუხოდ რჩება. საზოგადოებრივ მაუწყებელმა სიტყვა გატეხა და ფაქტობრივად იგნორირების პოლიტიკა აირჩია. აქედან გამომდინარე, ორი თვის თავზე ჩვენ ვაორგანიზებთ მასშტაბურ აქციას 29 იანვარს 7 საათზე და ფაქტობრივად ერთი მხრივ ეს ბრიფინგი ამის ანონსს ემსახურება, მეორე მხრივ ჩვენ მოვაგროვეთ უამრავი ხელმოწერა საზოგადოების მხრიდან და ვითხოვთ აი ამ ეთერის აღდგენას, რაც ოფიციალურადაც შეგვაქვს ტელევიზიაში და ეხლა ფაქტობრივად ამასაც ვაკეთებთ, რაც საფუძველს მოგწევს იმისა, რომ არც სამართლებრივი ვარ და არც სხვა კუთხით მაუწყებელს არ ექნება შესაძლებლობა, რომ თავი დაიძრუნოს. წარმოუდგენელი არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს მიმდინარე მოვლენებს ქვეყანაში ადეკვატურად არ აშუქებდეს. თქვენ რომ ნახოთ, როგორ აშუქებს დღის განმავლობაში მიმდინარე აქციებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც 30 წამს უთმობს თითო აქციას, რომელიც ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა პუნქტებში ტარდება, ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს არ არის ხალხის ინტერესების და ხალხის ხმის გამტარი ტელევიზია და ეს აღარ უნდა გაგრძელდეს, ეს უნდა დასრულდეს, ეს ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს მართლაც ხალხს. პირველ არხთან დაგეგმილ აქციას საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭო განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია კონსტიტუციით და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად დაუშვებელია. ოცნების ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი არხი განმარტავს, რომ კერძო ტელევიზიისაგან განსხვავებით მას არ აქვს უფლება ერთი პოზიციის ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამხმოვანებელი იყოს. გახშირდა მოწოდებები საზმაოზე გამარჯვების მოპოვების და მენეჯმენტის შეცვლის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მედიაზე უხეში ზეწოლის ფორმას იძენს. კანონით დადგენილია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მოწოდება იმის შესახებ, რომ ვინმე განახორციელებს მენეჯმენტში ცვლილებებს და ახალი დირექტორის დანიშვნას კანონთან სრულიად შეუსაბამოა და ამასთანავე შეიცავს პირდაპირ მინიშნებას ძალადობის გამოყენებაზე. ყველა მხარეს დაბეჯითებით უწოდებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბრძოლის ნაცვლად განაგრძონ თავიანთი მსოფლმხედველობის, საჯარო სივრცეში დამკვიდრება და საზოგადოების დანარჩენი წევრების დარწმუნება თავიანთი იდეების ჭეშმარიტებაში, ხოლო საზოგადოებრივ ტელევიზიას დაუტოვონ უფლება და საშუალება მაყურებლამდე მიიტანოს ეს პროცესი.